ლილია ახლედიანი 8 წლის. სწავლობ მახინჯაურის საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ხატვა, მუსიკა, ტორტების ცხობა და თამაში. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ხატვა. ხატვა ვისწავლე ჩემი და უკვე 3 კვირაა, რაც დავდივარ ხატვის წრეზე. მე ვიცი ყვავილების დახატვა, ხეების დახატვა, სახლების, მთების, ლარნაკების და ასე შემდეგ. ყველაზე ხშირად ვხატავ ბუნებას. მე ახლა გასწავლით ბუნების დახატვას. ჯერ დავხატოთ მინდორი, შემდეგ დავხატოთ ხეები, მთები, ბუჩქები, ყვავილები და მზე. ხეს და მინდორს გავაფერადებ მწვანე ფერში, მზეს გავაფერადებ ყვითელ ფერში, ცას გავაკეთებ ცისფერ ფერში, ყვავილებს გავაკეთებ წითელ ფერში. ბოლოს ქვემოთ დავაწერე ლილი ახლედიანს. ჩემი საყვარელი ფერია ლურჯი და არ მიყვარს ყავისფერი. ჩემ ნახატებს აგროვებს მასწავლებელი და ახლა მაქვს 30 ნახატი. ერთი ნახატი გამომივიდა ყველაზე ლამაზი. ამ ნახატზე ხატია მაგი და ლარნაკი და ყვავილები. მინდა გავყიდო ჩემი ნახატები და თითო ეღირება 10 ლარი. ფული როცა მაქვს წერინობის დროს ვყიდულობ საჭმელს და ტკბილეულს. ჩემი საყვარელი ტკბილეული არის ბარამბო. საყვარელი საჭმელი არის ოჯახური. მე ძალიან კარგად გამომდის ტორტის გამოცხობა. პირველად ტორტი რო გამოვაცხე ვიყავი 5 წლის. მაშინ დედიკოსთან ერთად გამოვაცხე ბანანის და მარწყვის ტორტი. მე ასევე მიყვარს მუსიკა და ვსწავლობ მუსიკალურ სკოლაში. ვარ მეორე კლასში და ვუკრავ პიანინოზე. ორჯერ მქონდა ჩათვლა და ერთი კონცერტი. კონცერტზე ვინერვიულე, მაგრამ მაინც ძალიან კარგად დავუკარე. მე რომ ახლა კარგი პიანისტი ვიყო, ჩემს კონცერტს ახლა ვისურვებდი თბილისში. ჩემ მუსიკის მასწავლებელს ჰქვია დალი. დალი მასწავლებელი არის პატივცემული, ჭკვიანი და ყურადღებიანი. ძალიან უყვარვარ და სულ მეხუტება. ჩემი საყვარელი სიმღერა არის საჭარული. მე ვაპირებ წარმატებით დავასრულო მუსიკალური 7 წლები. პიანინოს გარდა კიდევ მინდა უკრავ და სალამოზე. სამწუხაროდ მიკროფონი არ მაქვს, თუმცა ჩემთან ერთად სახლში მოვაწყობდი კონცერტს. იმედი მაქვს დედიკო და მამიკო მალე მაჩუქებენ მიკროფონს. სამწუხაროდ თოვლის ბაბუაც აღარ მოდის ჩემთან ერთი წელი. იმიტომ რომ მამას დამსახურება უნდა. ჩემი აზრით თოვლის ბაბუ არის 75 წლის და მას ჰქვია ზაზა. სკოლა მიყვარს, მაგრამ დილით მეზარება ადგომა. ისე ძალიან კარგი კლასელები და მასწავლებელი მყავს. ჩემს კლასში ყველაზე მხიარული არის დემეტრე ბოლქვაძე. ყველაზე ჭკვიანი არის თინათინ მახარაძე. ყველაზე იმედის მომცემია ვალენტინა ცენტერაძე. მე ვარ ყველაზე ლამაზი, პრანჭია, ცელქი და მეგობრული. მეგობრობა არის, როცა ერთი ადამიანი მეორესთან მეგობრობს. მე ახლა მყავს 9 მეგობარი და მინდა მყავდეს 15 მეგობარი. ჩემი საყვარელი მასწავლებელი არის ნატო და მისი გვარი არავინ არ იცის. ეს არის ბედნიერი, საყვარელი, ყურადღებიანი და მეგობრული. ბედნიერი იმიტომ არის, რომ ჩვენი კლასელები სუპრის ვუწყობთ. ზოგჯერ ტკბილეულს ჩუქნით, ზოგჯერ ვაბრაზებთ და ზოგჯერ არ ვაბრაზებთ. რო გავიზრდები, მინდა გამოვიდე კონდიტერი. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი ექიმი. სახლში ვცხოვრობ მე, ჩემი დედა და მამა, ჩემი ბებო და ძმა. კიდევ მინდა მყავდეს 2 ძმა და 2 და. ჩემი და არის 10 წლის და ჰქვია ანეტა. ეს არის ცოტა ბუზღუნა, მხიარული და პატივცემული. ჩემი აზრით ანეტა რომ გაიზრდება, გამოვა მათემატიკის მასწავლებელი. ჩემი ძმა არის 7 წლის და ჰქვია გიორგი. ის არის მოჩხუბარე, უყვარს ბევრი თამაში და მხიარული. ჩხუბი მეც მიყვარს და მინდა შევიდე კარატეზე. გიორგი რომ გაიზრდება, გამოვა ძალიან კარგი ფეხბურთელი. მამიკო არის კეთილი, მზრუნველი და უყვარს ბავშვები. მას ასევე ძალიან უყვარს ჩემი დედიკო. ასე იმიტომ მგონია რომ კარგად ექცევა და ხშირად ჩუქნეს საჩუქრებს. მე მყავს ყველაზე კარგი დედიკო და მამიკო. ჩემი საყვარელი მულტფილმებია მოანა და რაპუნცელი. ყვავილებიდან მე ვგავარ კაკაჩოს. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს გავხტებოდი ყველაზე კარგი მხატვარი. წინა მონაწილემ დამეტოვა ასეთი შეკითხვა. რა არის ჩემი ოცნების საჩუქარი? ჩემი ოცნების საჩუქარია პლანშეტი. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რომელი სუპერძალა უნდა რომ მქონდეს? მე მაგალითად მინდა მქონდეს სისწრაფის სუპერძალა. ბედნიერება არის ჩემი მშობლების ღიმილი და ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.